მახსოვს სადღაც ალბათ მე-5-6 კლასში ვიყავი, რომ მოვხვდი შემთხვევით კავკასიური ცარცის პრემიერაზე და რომ მოვხვდი უცებ ისეთ ზღაპრულ სამყაროში, მე თვითონ ვერ მივხვდი, მაშინ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ სპექტაკლმა ჩემზე. მე რა თქმა უნდა კიდე რამდენჯერმე ნახე და აი ვოცნებობდი იქ მოვხვედრილიყავი, რაც საოცრად ამიხდა ბევრი წლის მერე. ერთშვენი ერთხის ჩავდექი კავკასიური ცარცის წრის მასიურ სცენებში და ვითამაშე ამ სპექტაკლს. ეს იყო რაღაცა ჯადოქრობა, აი რაღაცა უცებ რო გაიფიქრებ, თუნდაც პატარა ბავშვი რო ნეტა მე იქ ვიყო და უცებ ეს შენი ოცნება ხდება. მე გახლავართ ნინო თარხანმოურავი, რუსთაველის თეატრის მსახიობი. არ მიფიქრია მსახიობობაზე დიდად, სხვა გეგმები მქონდა, სხვა სურვილები მქონდა, ჩამოყალიბებული უკვე ვიცოდი რაც მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა ესე გაარკვია, რომ თეატრალურ ინსტიტუტში უფრო ადრე იყო მისაღები გამოცდები ივნისის თვეში და თქვა, რომ მოდი ვცადოთ. ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მაინც დამჯერი შვილივი დაუჯერე, მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, ჩავაბარე და მას მერე ვარ ამ სამყაროში ჯადოსნურში მართლა. თეატრი ნამდვილად მაგია, იმიტომ რომ ყველაფერს გავიწყებს. ალბათ არის თეატრი რეალობიდან გაქცევა, არ ვიცი, ან რეალობის ცოტა უფრო გალამაზება, მოდი ესე ვთქვა. რეალობას მაინც ვერ გაექცევი. რეალობა არის ის, როგორც შენ აღიქვამ სამყაროს. თეატრი არის საშუალება იმის, რომ კიდე უფრო ამუშაო შენი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. ინსტიტუტში არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მოვხვდი, ბატონ გიზო ჟორდანიასთან და მისი ასისტენტი გახდათ ქალბატონი ნანა კვასხვაძე. და ალბათ ყველა ისე იტყვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ საუკეთესო ჯგუფელები მყავდა, რომლებმაც ძალიან დიდი ზეგავლენა, საერთოდ ჩვენ ყველამ ერთმანეთს ძალიან დიდი გავლენა მოვახდინეთ. ეს იყო საუკეთესო წლები ჩემ ცხოვრებაში, ალბათ ესე გავიხსენებ, რომ ყველაზე ბედნიერი წლები გატარებული მაქვს ინსტიტუტში ჩემ ჯგუფელებთან და ჩემ პედაგოგებთან ერთად. ბატონი გიზო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მან გზა გაგვიკვალა არა მარტო ჩვენ პროფესიაში, არამედ ცხოვრებაში. ყველაფერი გვასწავლა. დღესაც კი რაღაცას რო ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, აი რა სიტყოდა ბატონი გიზო. საკურსო იყო, როგორც მახსოვს, სამანიშვილის დედინაცვალი და სადიპლომო იყო ანა ფრანკის ტყიური. ანა ფრანკში ვთამაშობდი ანას. სამანიშვილის დედინაცვალში ბევრი პატარა როლი მქონდა. შემდეგ დავამთავრეთ ინსტიტუტი და მთელი ჯგუფი ერთად მოგვიწვიეს რუსთაველის თეატრში, დაგვიტვეს რუსთაველის თეატრის მცირე სცენა. რაღაცა ჩვენი ბავშვობა კიდევ 9 წელი გაგრძელდა იმის მერე, იმიტომ რომ კვლავ ბატონ გიზოსთან ერთად, კვლავ ერთმანეთთან ერთად. ეს დიდი გამართლება იყო, მაგრამ ჩვენ ამას მაშინ ვერ ხვდებოდით, იმიტომ რომ რაღაც გვეგონა, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ ალბათ ესე უნდა ყოფილიყო. ამას მე ხვდები, გამიმართლა. ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, ალბათ იღბლიანი დასაწყისი იყო. და ყველა პროფესიაში, და საერთოდ პირად ცხოვრებაშიც და ოჯახშიც იღბალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის ესე მოხდა, რომ აქვე ვიპოვე თეატრში. ძალიან ბევრი წელი მე და ჩემი მეუღლე მეგობრობდით, ვიყავით კოლეგები, თამაშობდით სპექტაკლებში. მაგრამ მე მოხდა ესეთი საოცრება, ანა ფრანკის ტყიურში შეცვალა ჩემმა მეუღლემ მსახიობი, პიტერი, რომელსაც თამაშობდა მაშინ დათო ბახტაძე. ნელ-ნელა დაიბადა ეს რაღაცა ქიმია. შემდეგ იყო დიდი სცენა, რომელზეც პარალელურად ყველანი ვოცნებობდით, იმიტომ რომ ამ სპექტაკლებზე გავიზარდეთ. აქ ვნახე პირველად კავკასიური ცარცის წრე და ვიპარებოდით ხოლმე ჩუმად. ზედა იარუსებიდან უყურებდით სპექტაკლებს. აქ გავლის საერთოდ გწვენოდა, იმიტომ რომ ბუმბერაზი არტისტები დადიოდნენ ამ თეატრის ტერეფნებში. მერე ნელ-ნელა რაღაცა მოხდა ჩვენი ინტეგრაცია დიდ სცენაზეც. ვითამაშე მახსოვს იყო სპექტაკლი დედაენა. მერე ამას მიყვა ისეთი სპექტაკლები, როგორიც იყო სტიქსი, მე-12 ღამე, ჯარისკაცი, სიყვარული და დაცვის ბიჭი,
ასულნი. ასე შემდეგ რა. გარდასახვის პროცესი. საინტერესოა გარდასახვის პროცესი. მე ხანდახან ვცდილობ რომ ესე მივიდგე ამას, აი მე რო ვიყო ამ მოცემულ მდგომარეობაში და მე რომ ახასიათებდეს ესა თუ ის თვისება, რომელიც ახასიათებს გმირს. და ვინაიდან ყველა ჩვენთაგანში ყველა თვისება ჩადებული უბრალოდ მეტნაკლებად, შენ ავტომატურად ეგრევე სხვა ადამიანად იქცევი. საკუთარი პროფესიის სიყვარულს მსახიობი ალბათ შეიგრძნობს, როდესაც აი სუდაღლილი ვაროა, სუდაკავებული სურო დარბის ეზარება პაკლონზე გასვლა და მე უცებ სახში აღმოჩნდება დიდხნიანი ვადით. აი მაშინ ხვდება რა დაკარგა. პროფესია დამოკიდებულია, პაუზაც არის, მარადიული მოლოდინია. ამასთან ალბათ რაღაცნაირად გამკლავება უნდა ისწავლო, იმიტომ რომ უსაყვარლესი პროფესიის და სამსახურის და თეატრის გარდა ამ ჩვენიერ ცხოვრებაში ბევრი სხვა საინტერესო მიმართულებები არსებობს, რომლებიც უნდა იცოდე, უნდა განვითარდე იქაც, უნდა დაინტერესდე სხვა რამითაც და ამით გაიხალისო ცხოვრება. კინო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს და გამიმართლა, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ასე იღბალმა გადმომხედა და ძალიან ბევრ საინტერესო რეჟისორთან მიმუშავია. გიორგი შენგელაიასთან მიმუშავია, ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან, ბატონ საშა რეხვიაშვილთან. კინო ძალიან მიყვარს, ძალიან მაინტერესებს და რა ვიცი, რომ მკითხოთ რომელი გირჩევნია თეატრი თუ კინო, ალბათ ვერ განვასხვავებ. მე უფრო მივხვდი რომ სწორი გზა ავირჩიე, თუმცა მიმდენი გზები არსებობს და ყველა ალბათ სწორია. უბრალოდ უცებ ვიგრძენი ამ გზაზე თავი კომფორტულად და მადლობელი ვარ დედაჩემის, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.